თქვენი ხილეთ ნინო იმნოიშვილის სიუჟეტი, მადლობა მასეთ საინტერესო ინფორმაციისთვის. კოდიკოლოგიის და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი ქალბატონი ნესტან ჭრიკვაძეაც სტუდიის სტუმარი. სასურველია დავიწყოთ სიახლით, გაიმართა ალბომის პრეზენტაცია სახელწოდებით ძველი აღთქმის მინიატურები ქართულ ხელნაწერებში, რომელიც 250-მდე მინიატურას მოიცავს, ხო? მცირე პრეზენტაცია რომ გავაკეთოთ ამ ალბომისთვის, შეიძლება მაყურებლისთვისაც რომ იყოს. მათთვის ვინც არის 12 იანვარს მოხდა ეს იყო 12 იანვარს, ეს ალბომი შედგა ჩვენთან და დაიწყო ამ ალბომზე მუშაობა თქვენ წარმოედგინეთ 80-იანი წლების ბოლოს, მაგრამ მაშინ არ ქონდა საშუალება რომ დაგვებეჭდა ასეთი სახის ალბომი. 17 ხელნაწერი საფუძველზეა გაკეთებული და ძირითადი მასალა ამოღებული არის მე-17 საუკუნის ფსალმუნებიდან. ახლა საინტერესო ჩვენთვის ეს რატომ არის კიდევ რომ მე-17 საუკუნე ძალიან რთული პერიოდი არის ჩვენს ისტორიაში, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რომ წიგნისთვის, კულტურისთვის მაინც იცლის. მოდით ასე ვთქვათ სახელმწიფო, იმიტომ რომ ასეთი წიგნები არის დაფინანსებული ძალიან შეძლებული და მაღალი ფენის მიერ სამწუხაროდ ჩვეულებრივად. უხუნება იყო ასე მარტივად არ ხდებოდა. ამიტომ ასეთი სურვილი ჩდება რომ ასეთი წიგნები შეიქმნას. ამის პარალელურად რაც არის ძველი აღთქმის სიუჟეტები ძველ სახარებებში, ისინიც არის ამოღებული, დალაგებულია ეს მასალა თემატურად და კარგია ხელოვნებაცოდნეებისთვისაც, იმიტომ რომ ერთი და იმავე თემაზე შექმნილი სიუჟეტი რამდენ ხელნაწერშიც არის ყველაა წამოღებული ამ ალბომში, იმიტომ რომ მაშინ ხელოვნებაცოდნეებს ექმნებათ საშუალება, რომ აი რაღაცა ფერთა პალიტრა როგორ იცვლება, კომპოზიციები როგორ ვითარდება, ამ თვალსაზრისით შეისწავლონ და ნუ ფართო საზოგადოებისთვისაც საინტერესოა ეს რა თქმა უნდა. ყველაზე უძველესი ხელნაწერი რომელია, რომ დაგვისახელოთ, რომელიც იცით რა, ხელნაწერი ასე არა, ხელნაწერი თვითონ მთლიანი ხელნაწერი წიგნი არის მე-10 საუკუნის, რომელიც არის უძველესი, მაგრამ ჩვენ გვაქვს პალიმსესტური ფურცლები. ანუ ის ფურცლები, რომელთა ზედაფენა შეიძლება იყოს მე-11, მე-12 და ქვედა ფენა კი გვაქვს მე-5, მე-6 საუკუნეებით დათარიღებული. მთლიანად პალიმსესტური ფურცელი გვაქვს 4000. მაგრამ ძველი ფურცლები ასეთი აი თარიღებისა, არც ის არის ცოტა მთლად 4000 არ არის, ეს დაახლოებით 800-მდე უნდა იყოს და საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ აი ვინც სწავლობს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიას და დღეს მოგეხსენებათ საქართველოში ყველა კითხულობს სახარებას, სახარებამ განვითარების ბევრი საფეხური გაიარა თვითონ ტექსტმა, აი ჩვენ ვაწყდებით ამ განვითარების ადრეულ ეტაპებს აი ამ პალიმსესტურ ფურცლებზე. ანუ როგორ ყალიბდებოდა თვითონ ეს წიგნი ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყანაში. ამიტომ ჩვენთან შექმნილი ხელნაწერები არ არის მხოლოდ ქართული კულტურის ისტორიისთვის საინტერესო. მე რომ შემაფასებინოთ, მე გეტყვით რომ ჩვენი სტატუსისთვის უფრო საინტერესოა რა როლს ვასრულებთ ჩვენ და რა ადგილი გვაქვს ზოგადად აი მაშინდელ პროგრესულ და ინტელექტუალურ მსოფლიოში, რომელიც სწორედ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან თანამშრომლობს და ამ წიგნებს ვქმნით ბიზანტიაში, ვქმნით ქრისტიანულ აღმოსავლეთში, სირიაში, პალესტინაში. აი ეს ყველაფერი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ქალბატონისთან ბოდიში ერთკითხვას დავსო, როგორია ინტერესი აი ამ ხელნაწერების მიმართ ახალგაზრდებს გულისხმობ, რა თქმა უნდა. ხო, ინტერესი არის ზოგადად ისეთი, როგორიც არის წიგნისადმი. მით უფრო ხელნაწერისადმი ინტერესი კიდევ უფრო რთულია, იმიტომ რომ ახალგაზრდა რომ დაინტერესდეს ამით, მან უნდა აღიქვას რა არის ეს. ხელნაწერი გადაწერილი მთავრულით, ნუსხურით, არ ესმის რა არის, ხო? გარდა ამისა, თუ ზოგადად წიგნის სიყვარული არ არის. იცით რა, ზოგადი ფრაზა რომ ეს არის შენი ისტორია და შენი ისტორიის დამადასტურებელი დოკუმენტი ნაკლებად აინტერესებს. ეს აინტერესებთ უფრო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტები არიან და პროფესიული ზრდის თვალსაზრისით მოდიან ჩვენთან ან ტექსტზე სამუშაოდ, ან ზოგადად რომ ვინც ქართული წარმოების ისტორიით ინტერესდება. როგორია ასაკობრივი ჯგუფი, რა ასაკიდან იწყებენ? მაგისტრატურიდან, მაგალითად ჩვენ თუ არა რომ ეს გვიანი პერიოდი ხო არ არის უფრო ადრე. ხელნაწერი ცოტა რთული ფენომენია ზოგადად. ეხლა მე ერთი მაგალითი მინდა მოვიტანო,
იყო ასეთი დრო, როდესაც მებელმა გამიღიმა და საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში მემუშავე ქართულ ხელნაწერებზე. 97-99 წლებში ხო თუ არ ვცდები? არა, მეორეთაც ვიყავი 2009-ში, როდესაც კატალოგს ვადგენდი იქა და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ დროს იყო ათონის მთის ხელნაწერების გამოფენა იქ. უნიკალური კოლექცია იყო ჩატანილი, რა თქმა უნდა, ბერძნული და მათ შორის ჩვენი შესანიშნავი ორი ხელნაწერი, რომლითაც იხსნებოდა გამოფენა და ორივე ხელნაწერი ტაო კლარჯეთში გადაწერილი არის, ვინ დადიოდა იმ გამოფენაზე საფრანგეთში? ერთი და იგივე ხალხი. ანუ ის ხალხი, რომელიც ამ დარგით იყო დაინტერესებული, თორე ფართო მაყურებელი თქვა, კი ბატონო, ლუვრში წარმოიდგინეთ, წავა მონალიზას სანახავად, მაგრამ გვერდით ბოტიჩელი არ აინტერესებს. ახლა ამისთანა ზოგადად არის ეს ადამიანის ბუნება და თვისება, თუ ის არ არის კონკრეტულად ამ დარგით დაინტერესებული, ძნელად იხედება აქეთკენ. ამიტომ ჩვენთან როცა მოდიან მაგისტრანტები, ჩვენ ეს უკვე გვიხარია. როცა მოდიან ხელოვნებაცოდნეები, ახალგაზრდები, რომლებიც მინიატიურის ისტორიაზე მუშაობენ, ან შუა საუკუნეების წიგნის მხატვრობის ტექნიკა აინტერესებთ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა და ძალიან კარგია. ქალბატონისთან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არ არის მხოლოდ არსებული საცავი, ის მუდმივად მდიდრდება ამ შემთხვევაში გულისხმობა შემოწირულობებს პირადი კოლექციებიდან. ამ მხრივ რა მნიშვნელოვანი ექსპონატები შეიძინა ცენტრმა დაარსებიდან დღემდე, რამდენიმეს თუ გამოყოთ, ალბათ ძალიან ბევრია. იცით რა, თლად ასე ბევრიც არ არის, იმიტომ რომ მე მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ხელნაწერები, რომლებმაც ზოგადად მოაღწია მე-20 საუკუნემდე და მე-19 საუკუნემდე, მაინც დაიცვა არა კერძო კოლექციებმა, არამედ დაიცვა ეკლესია-მონასტრებმა. ჩვენ ხო ფაქტობრივად საერო ლიტერატურის ძეგლებზე ვერაფერს ვერ გეტყვით მე-14 საუკუნემდე, მე-12-შიც გვაქვს 1-2. რატომ? იმიტომ რომ ამდენი უბედურების ფონზე პირადი კოლექციის დაცვა ძალიან ძნელი იყო, ხო? ამიტომ რაც ეკლესია-მონასტრებში ინახებოდა, აი ეს ხელნაწერები, სადაც კომპაქტურად იყო დაცული, ჩვენი კოლექციის უდიდესი ნაწილი არის ეს ხელნაწერები. ეხლა მე მახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც სრულად განსაკუთრებული 4 თავი შევიძინეთ, ეს იყო სადღაც 90-იანი წლების ბოლოს, მე-13 საუკუნისა, აი ეს არის სრულად განსაკუთრებული, რაც ამ ბოლო შენაძენებში ჰქონდა, თორე სხვა თვალსაზრისით შემოგწირეს, ვთქვათ, როდესაც იყო მინისტრი ბატონი კახალომაია, იმას შემოგწირა იტალიურ-ქართული ლექსიკონი, ესეც ძალიან საინტერესოა, არა, დაბეჭდილი იტალიაში. რო გითხრათ, რომ რაღაცა განსაკუთრებული ნიმუშები მივიღეთ ჩვენ მე-20 საუკუნეში, ასეთი რამ არ მომხდარა. გასაგებია. 4000-მდე უცხოური ხელნაწერი და 5000-მდე უცხოენოვანი ისტორიული დოკუმენტი ინახება საცავში, სპარსული, თურქული დოკუმენტები, ასევე აღსანიშნავია შახის ფირმანები, ბრძანებები, ვაჭრობის ხელმოწერები და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ მას ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რით არის განსაკუთრებული ეს ხელნაწერები, აი ვთქვათ, როგორ ქაღალდზე არის შესრულებული და თუ აქვს ამას ასეთი დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. თქვენ რო ნახოთ ოსმალური დოკუმენტები, ეს არის ხელოვნების ნიმუში. გნებავთ სპარსულები რო ნახოთ და ჩვენ გვაქვს ქართული დოკუმენტებიც მოხატული. ანუ, იცით რა, ეს არის ის ეპოქა, როდესაც არა მარტო დოკუმენტი როგორც შინაარსით არის საინტერესო, არამედ ის მთლიანად ფორმდება და ეს არის ხელოვნების არაჩვეულებრივი ნიმუში. ამიტომ ვისაც აინტერესებს ზოგადად წიგნის ხელოვნება, დოკუმენტსაც გულისხმობ მე ახლა წიგნში, მისთვის ძალიან საინტერესოა აღმოსავლური კოლექციის დათვალიერება და თვითონ ხელწერა ეს კალიგრაფები როგორ წერენ, რას აკეთებენ. მე სხვა შორის ოსმალურ დოკუმენტებს რო ვუყურებ, სულ ვფიქრობ, რომ ჩვენი ქალბატონი ცისანა აბულაძე, რომელიც არის ოსმალური სპეციალისტი, ჯადოქარია იმას რო კითხულობს. თქვენ რო ნახოთ ეს აი ეს კალიგრაფები როგორ ახვევენ ამ ასოებს, როგორ ერთმანეთში წნავენ, მაგრამ ეს არის ერთგვარი დეკორი ხელნაწერისა და ნუ ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. ზოგადად ადამიანის ფანტაზიისა და მისი შესაძლებლობების გარკვევის თვალსაზრისით და არა მარტო შინაარსის მხრივ. ქალბატონისთან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ძირითადად რაღაც ასოცირდება ხელნაწერთან და ხელნაწერის დამუშავება შესწავლასთან. თუმცა ძალიან ბევრი აქტივობა და საინტერესო პროექტი გაქვთ და გვინდა რომ ამ პროექტებზე ვისაუბროთ. ერთ-ერთი მათგანი არის ქართველოლოგიის სეზონური სკოლა.
ქართული ხელნაწერი. ასე ქვია და რას მოიცავს სკოლის აკადემიური პროგრამა, ვისთვის არის გამიზნული? ეს არის გამიზნული იმ უცხოელი სპეციალისტებისთვის და უმეტეს შემთხვევაში ეს მაინც ახალგაზრდები არიან, თქვენ წარმოიდგინეთ, რომელნიც არიან თქვა ბელგიელები, ფრანგები, გნებავთ რუსები, ინგლისელები და ასე შემდეგ დაინტერესებულები არიან მათი გაგებით ორიენტალისტიკით. ახლა ჩვენ ორიენტალისტიკას ვყოფთ წმინდა აღმოსავლეთის ისტორიად და ბიზანტიის ისტორიად, მაგრამ ვისაც ან ბიზანტიოლოგები არიან, ან ორიენტალისტები, იმათ აინტერესებთ ეს და ჩამოდიან. მინდა გითხრათ, რომ ერთ დროს ევროპაში იყო ძალიან სერიოზული აღმოსავლეთმცოდნეობითი სკოლა და ჩვენ ეს ძალიან დაგვეხმარა, იმიტომ რომ ათონის მთაზე, ათონზე არა, მაგრამ სინის მთაზე და იერუსალიმში დაცული 300 ქართული ხელნაწერის შესახებ ჩვენ არაფერი გვეცოდინებოდა, რომ არა ევროპელი და ამერიკელი ორიენტალისტები, რომლებმაც მაშინ უბრალოდ გადაიღეს ფოტოასლები და მაშინ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია მიიღო ეს ფოტოასლები და გადმოგვცა ჩვენ და ამით ვსწავლობდით ამ ხელნაწერებს. ეს სკოლები გაჩერდა. მოგეხსენებათ ეს პროცესი როგორც ჩანს ჰუმანიტარული მეცნიერების შეფერხება ყველგან თანაბრად ხდება ხოლმე უბრალოდ ისინი დროში გვისწრებენ და ჩვენ ცოტა ნელა მივდივართ აქეთკენ და ამიტომ ერთი პერიოდი ეს სკოლები რაღაცა შენელდა. აი ახლა წამოვიდა ახალი ტალღა ძალიან საინტერესო, ჩამოდიან ჩვენთან ახალგაზრდები, მათ ეკითხებათ სალექციო კურსი ძირითადად დაკავშირებული ქართულ ხელნაწერ წიგნთან, მაგრამ ზოგადად ქრისტიანული კულტურის კონტექსტში და ყავს ასეთი ყოველწელს გვაქვს ასეთი საზაფხულო სკოლა და ძალიან საინტერესო მომსვლელები და სტუმრები ყვანან. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ სამწუხაროდ ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე ბევრ თემაზე ვერ ვახერხებთ საუბარს, მაგალითად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ სამეცნიერო კვლევითი მუშაობა, რომელზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ სხვა გადაცემაში. მადლობა ქალბატონ ნესტან სტუმრობისთვის და დრო რომ დაგვიხვდეთ. ჩვენ მაყურებელს შეგვიძლია უთხრათ, რომ საგამოფენო სივრცე ღიაა და შეგიძლიათ მიბრძანდეთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და ათვალიეროთ ის, რაზეც გვესაუბრა ქალბატონი ნესტანი. ჩვენ გადავიდეთ გადაცემის შემდეგ ნაწილზე. და ვიხილოთ აფიშა.